გადაცემის ეს ნაწილი განსაკუთრებით იმ უშვილო ადამიანებს დაინტერესებთ, რომლებსაც რამდენიმე წარუმატებელი ინვიტრო განაყოფიერება ჰქონდათ და ამ წარუმატებლობის მიზეზი ამ დრომდე ვერ დაადგინეს. მოდი ზოგადად ვთქვათ, რომ უშვილობა როგორც დიაგნოზი სულ უფრო ხშირად ისმება ჩვენს საზოგადოებაში. ეს არის მრავალსაფეხურიანი და ზოგჯერ მტკივნეული გზა, რომელსაც თან ახლავს როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური გამოწვევები. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით უშვილობა წყვილების დაახლოებით 15%-ს აღენიშნება. ზოგიერთ მათგანს აქვს მარტივი დიაგნოზი, ჰორმონული დისბალანსი, ან მცირე ანატომიური ბარიერი, მაგრამ არსებობს რთული შემთხვევებიც, მაგალითად, როგორიც არის ქალის საშვილოსნოს მძიმე ანომალიები, მენჯის მასიური ნაწიბუროვანი ცვლილებები, მაგალითად, ტუბერკულოზის შემდეგ და ასე შემდეგ სხვა დაავადების დროს, ენდომეტრიოზის მძიმე სტადია, მამაკაცის მძიმე ოლიგოსპერმია ან აზოსპერმია და ასევე იმუნოლოგიური ფაქტორები. გეთანხმები, კეთი, ბევრი პრობლემაა, რომლის წინაშე შეიძლება წყვილი დადგეს და სწორედ აქ იწყება შემდეგ ინვიტრო განყოფილების და ინვიტრო დაწესებულებების როლი და როდესაც არის რთულ შემთხვევებზე საუბარი, ხშირ შემთხვევაში საჭირო არის ბევრი დიაგნოსტიკური კვლევა იმისთვის, რომ სწორედ მივიდეთ ჩვენ დიაგნოზთან, ვინაიდან სწორი დიაგნოზი ეს არის გადატანილი ემბრიონის სიცოცხლის უნარიანობა, მისი შენარჩუნება და ამ თვალსაზრისით ექიმებს შესაძლებელია დაჭირდეს როგორც ქალბატონის, ასევე მამაკაცის გამოკვლევა და უამრავი სხვადასხვა ტესტის ჩატარება. აბსოლუტურად გეთანხმები, მაიკო, და დღეს რეალურად რთული უშვილობის შემთხვევები სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა არ არის მოგვარებადი და როგორც შენ აღნიშნე, აბსოლუტურად სწორად სწორ დიაგნოსტიკას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და დღესდღეობით პრინციპში ინვიტრო დაწესებულებები მულტიდისციპლინურად განიხილავენ ამ ყველაფერს. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ რომელი კლინიკაც უნდა წარვადგინოთ დღეს, იქ ნამდვილად ასე ხდება და ინდივიდუალურ შემთხვევებს განიხილავენ როგორც ემბრიონოლოგები, ასევე რეპროდუქტოლოგები, იმუნოლოგები, გენეტიკოსები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორი დიაგნოსტიკისათვის. რასაც საბოლოო ჯამში ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვითქვამს ეს, რომ სწორ დიაგნოზს შემდგომი, ასე ვთქვათ, მკურნალობისთვის აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის GGRC-ის კლინიკური დირექტორი პროფესორი ნინო მუსერიძე და ამავე ცენტრის გინეკოლოგი მედიცინის დოქტორი ოლიკო მურღულია და მათი პაციენტი, რომელმაც ძალიან რთული გზა გამლო, ვიდრე დაფეხმძიმდებოდა. სწორედ ამ პაციენტის მაგალითზე ისინი საინტერესო შემთხვევას განიხილავენ დღეს ოჯახის ექიმში. მოგესალმებით. ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ დღესაც, როგორც ყოველთვის და რომ ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, რას ნიშნავს რთული შემთხვევა ინვიტრო განაყოფიერების დროს. მოგესალმებით, ყოველთვის მიხარია თქვენთან ერთად ყოფნა და მე ვფიქრობ, რომ არ არსებობს მარტივი შემთხვევა ინვიტრო განაყოფიერებაში, რადგან უკვე პირველი სირთულე არის ის, რომ გადაწყვიტო და მიხვიდე დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებთან, ასე ვფიქრობ მე თვითონ, იმიტომ რომ რასაც ვხედავ დღევანდელ დღეს, აი ჩვენ ქვეყანაში მაინც უფრო უჭირთ მისვლა დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიასთან, რატომღაც ძალიან ბევრი ადამიანი და მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად ქალებიც, მამაკაცებიც გამოხატავენ სურვილს, რომ აი ბუნებრივად გვინდა მივიღოთ შედეგი. მესმის, რომ ბუნებრივად არ ხდება ყოველთვის, იქიდან გამომდინარე, რომ არის ისეთი შემთხვევები, სადაც შესაძლებლობა არ ეძლევა უბრალოდ ორგანიზმს, რომ ბუნებრივი გზით დადგეს ორსულობა და არ ყოველთვის მადანაშაულებენ იმაში, რომ ქალებს რატომღაც უფრო ხშირად მოუწოდებ ხოლმე, რომ არ დაელოდოთ თუ მამაკაცის დაუშვათ ბიოლოგიური მასალა არ არის ისეთი კარგი და მიმართეთ დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიას, მაგრამ იცით, მინდა აღნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დრო არ დაკარგონ. ფსიქოლოგიური მომენტი, უშვილობა, უნაყოფობა, ყველაფერი ეს ერთად მივდივართ იქამდე, რომ შესაძლებელი არ იყოს პრობლემა და რატომღაც რა არის, იცით, ყოველთვის უნაყოფობას უწოდებენ ისეთ ფორმას, როდესაც არ ვრჩებით ორსულად. მაგრამ უნაყოფობა ასე ეკუთვნის ასევე ის, როდესაც ვრჩებით ორსულად, მაგრამ არ მივიდა ორსულობა მე-9 თვემდე. ამიტომ აი ამ შემთხვევაში, როდესაც სჭირდება წყვილს მიმართვა, არ ნიშნავს, რომ ის არ დაორსულდება, შეიძლება აბსოლუტურად ბუნებრივად დაორსულდეს და მე ვფიქრობ, რომ მე და ქალბატონ ოლიკოს ალბათ ბევრი პაციენტი ყოლია, ვისაც
ძალიან რთული შემთხვევა აქვს და მე ძალიან მარტივად ორსულდება თავისით, ბუნებრივად აჩენს მეორე და მესამე შვილსაც კი. ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ინვიტრო განაყოფიერებაზე და მათ შორის იმაზე, რომ ხშირ შემთხვევაში ინვიტრო განაყოფიერებაც არ არის 100%-იანი გარანტი და შეიძლება ის იყოს წარუმატებელი, ხო? რასთან შეიძლება ეს იყოს დაკავშირებული და რა დიაგნოსტიკური მეთოდები არსებობს შემდგომში იმასთან მიმართებაში, რომ წარუმატებელი ინვიტროს გამოვიკულიოთ და დიაგნოსტირება მოვახდინოთ. სამწუხაროდ 100%-იანი მედიცინაში ჯერჯერობით არაფერი არ არის ინვიტრო განაყოფიერებას რაც შეეხება. როცა დავიწყეთ საუბარი ინვიტრო განაყოფიერებაზე ზოგადად და როცა არ იყო არც გენეტიკური კვლევები, არც ის დიაგნოსტიკური საშუალებები და ის ტექნოლოგიური საშუალებები, რაც დღევანდელ დღეს გვაქვს, სულ 25-30% შეადგენდა მისი ორსულობის ალბათობა, მისი ამ მეთოდით. დღევანდელ დღეს, როცა ვსაუბრობთ ინვიტრო განაყოფიერებაზე, გენეტიკურ კვლევაზე, ქერიერ ან მუტაციების მტარებლობაზე და ასე შემდეგ, დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ 50-დან 70% გახდა უკვე ინვიტრო განაყოფიერებით დამდგარი ორსულობების შესაძლებლობა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილად. და მე ვფიქრობ, რომ კიდევ ბევრი დიაგნოსტიკური თუ ის ტესტი არსებობს, რომელიც იცით რა, ემბრიონი, ეს ერთი, ქალი, მამაკაცი, მათი ბიოლოგიური მასალის შერწყმა წარმოიდგინეთ და კიდევ ქალი, რომელმაც ეს ყველაფერი უნდა მიიღოს. ნახეთ, რამდენი კონგლომერატია და რამდენი ბიოლოგიური, ანუ მათემატიკა არ არის, ანუ 2x2 4 ყოველთვის არ არის, სამწუხაროდ ეს არის ბიოლოგია. შესაბამისად, ჩვენს გვაქვს ეს გრძნობა, რომ შეიძლება მაქსიმალისტები ვართ და გვინდა რომ ძალიან სწრაფად და ყველაფერი მივიღოთ, მაგრამ ეს არ არის იმასთან ასოცირებული, რომ ყოველთვის ვიცით რა გვინდა. იმიტომ რომ მოდის პაციენტი ძალიან მარტივი кейსი გეგონება და აღმოჩნდება რომ საკმაოდ რთულია და პირიქით ძალიან რთულად რომ მიგაჩნია აი ნამდვილად და ძალიან ყველაფერი პოზიტიურად სრულდება. ნინა, რამდენი მცდელობა შეიძლება მაინც დასჭირდეს? აი რამდენი ქონიათ ესეთი მცდელობა რომ საბოლოოდ მე პირადად მყავდა პაციენტი რომელსაც ჰქონდა 27 მცდელობა ინვიტრო განაყოფიერებისა მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში. მე ვიყავი 28 და მე კიდევ 5 მცდელობა მქონდა მასთან, სანამ მივიღეთ საბოლოო შედეგი. და იყო რაიმე დიაგნოსტირებული, ვთქვათ, რის გამო შეიძლება კი, ნამდვილად, ანუ ამ შემთხვევაში იყო უფრო კვერცხუჯრედის ხარისხთან ასოცირებული ნაადრევი განლების სინდრომი იყო და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მაქსიმალურად რომ საკუთარი კვერცხუჯრედით მივიღოთ, საკუთარი ბიოლოგიური მასალით მივიღოთ ანუ ორსულობა და იცით ეს არის რთული გზა და ეს იცის პაციენტმა ჩვენ არასდროს არ ვეუბნებით რომ ეს მარტივია და შესაძლებელია რომ ჩვენც რაღაც არ გამოგვივიდეს. თქვენი ხა აქ წარმოდგენილი ხართ ძალიან სასიამოვნო ფაქტით, ნათია დაღელიშვილი, თქვენი პაციენტი, რომელსაც ალბათ აქვს თავისი ისტორია, რომელიც უნდა მოყვეს და გაუზიაროს ადამიანებს, ვინც ახლა მის მდგომარეობაშია და ულთმელად ელოდება რასეთყვის ნათია მათ. საკმაოდ დიდი ხანი დამჭირდა, რომ ამ მდგომარეობამდე ვისულიყავი. რა მოგვიყვეთ თქვენი ისტორია ზუსტად აი. კი ბატონო, 6 სტიმულაცია მაქვს გაკეთებული, 6 პროცედურა. აქედან 3 გადატანა და მესამე წარმატებით დასრულდა. სტიმულაციების პერიოდში იყო ბევრი დაბრკოლებები, რაც ჩემს ექიმთან ერთად გავიარე. ასევე იყო, თქვათ, დადგა ბიოქიმიური ორსულობა, თუმცა შემდგომ შეწყდა და საბოლოო ჯამში მე-6 მცდელობაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2 ემბრიონი გადაგვეტანა ერთად ახლტყობებს ვამოდები. და არ იყო მარტივი ნამდვილად, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რაიმე განსაკუთრებული, თქვათ, სიძნელე მქონდა, თუმცა ეს იყო ის, რომ ანტიმულერის ჰორმონი საკმაოდ დაბალი იყო ჩემი, ასევე ის, რომ მოლეკულების რეზერვი არ იყო კარგი და შესაბამისად პოლიკომ ძალიან ბევრი წვავა იმის, რომ ამ მდგომარეობა. რამდენი წელი რამდენი წელი დასჭირდა? 3 წელი, რაც თვითონ გადაწყვეტილების მიღება რამდენად გაგიჭირდათ, რომ დამჭიროებია, იქნება გამომდინარე, რომ ჩემი მეუღლის ბიოლოგიური მასალა იყო გაყინული, ამიტომ ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი უნდა გამეკეთებოდა, თუმცა
საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რომ ეს პროცედურები დამიწყო. მზად ვიყავი, თუმცა არ ვიყავი მზად ამდენი პროცედურის ჩასატარებლად. ბიოლოგიური მასალა საკმაოდ დიდხანს იყო გაყინული და 13 წელი. მისი მეუღლე არის ჩემი ბავშვობის მეგობარი და ზუსტად 2012 წელს, ესე ვთქვათ, მეხის დასამასავი თომას ემაგუბრომ გავიგეთ, რომ იყო ონკოლოგიური პაციენტი, აღმოჩნდა სემინომა. და ამიტომ მაშინ მე ვიყავი დამწყები რეპროდუქტოლოგი, პირველი რაც გავაკეთე, ეს იყო რჩევა, რომ გაგვიყინა მისი ბიოლოგიური მასალა. გავყინეთ და შემდგომში როცა დაქორწინდა 2022 წლის შემდეგ, ეს თქვათ 6 სტიმულაციით ვცდილობთ, რომ გავუსვლა დადებითი შედეგი. ძალიან ბევრი რაც არის ზოგადად ძალიან 7 ადამიანი, თვითონ არის ფსიქოლოგი და შესაბამისად ეთყობა ძალიან კარგად იმოქმედა მისმა პროფესიამ, მის მდგომარეობაზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პაციენტი ანხელს ჩაიქნევდა, ან მარტივად ექიმ შეცვლიდა, იმიტომ რომ გადაწყვიტავდა, რომ ეს იყო ექიმის ბრალი, მისი წარუმატებელი ინვიტრო განაყოფიერება. ანუ თავად თქვენ რადგანაც აღნიშნეთ, ხო? სამწუხაროდ ხდება ისე, რომ გონიათ, რომ ჩვენ ძირითადად რაღაცას ვაკლებთ და აი 1, 2, 3 წარუმატებელი და როდესაც არის, აუცილებლად ცდილობენ, რომ ექიმი შეცვალონ. თუ რაღაცა ეს მაინც რთული არის მისი გაგება, რომ მათი მდგომარეობიდან გამომდინარე ეს ყველაფერი, თორე დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი ექიმი არაფერს არ აკლებს მის პაციენტს და მაქსიმალურად ცდილობს, რომ მათ პირველივე ჯერზე შედეგი მიიღოს. პირველივე ჯერზე დამდგარი ორსულობა არის ჩვენი ყველაზე დიდი სიხარული. მრავალ ფაქტორზე არის ხა დამოკიდებული. ეს ერთი მაგალითი შეგვიძლია მრავალ ესე ვთქვათ წახნაგისებურად გავყოთ აქ ფსიქოემოციური სტატუსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ონკოლოგია არ არის განაჩენი ამასთან, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, ძალიან მნიშვნელოვანი кейსი არის. პირველი სტიმულაციის შემდეგ საერთოდ ვერ მივიღეთ ემბრიონი, ანუ ესეც რა მხოლოდ მოტივაცია, საერთოდ კვერცხუჯრედი მივიღეთ, მაგრამ ემბრიონი ვერ მივიღეთ. მეორე ჯერზე ისეთ მივიღეთ, რომ გენეტიკურად ვერ გამოვიკვლებდით. ორჯერ გენეტიკურად, ანუ არა ჯანმრთელი ემბრიონი მივიღეთ. ბიოქიმიური დადგა გენეტიკური ჯანმრთელი გამოკვლეული ემბრიონი. ანუ რა შეიძლება ითქვას, რომ ყველანაირი ცდა და მეთოდი, აი რაც კი შეიძლება და სხვადასხვა პაციენტს დამართო და აი ერთ პაციენტს. აი თქვენ ჩამოთვალეთ ახლა ფაქტობრივად გამოკვლევები და მაინც რა არის აი ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გამოკვლევები, ან პროცესი, ან რა ვიცი, ეტაპი, რაც წარმატებულ ფაქტობრივად იმიტრომდე მიიყვანს ექიმს. ზოგადად პაციენტისთვის და ექიმისთვის აი ანამნეზი. აი ძალიან სწორად და კარგად უნდა იქნას შეეკრებილი ანამნეზი, რომ ზუსტად იცოდე რა უნდა გაუკეთა შემდეგ შენს პაციენტს. ხო, რომელი ჰორმონალური კვლევა, რომელი თქვა დამატებითი კვლევა, ეს იქნება PRP თერაპია, ჰისტეროსკოპია, თუნდაც დიაგნოსტიკური ლაპარასკოპია თუ რა. ანუ შესაბამისად, როცა ზუსტად იცი ანამნეზი, აქედან გამომდინარე უფრო სწორად და სწრაფად მივხვალ იმ გზებზე, თუ რა ჰორმონალური კვლევები უნდა ჩატარდეს და სხვადასხვა დამატებითი მეთოდები. ოლეგო, ძალიან მნიშვნელოვანი არის აგრეთვე არსებობს ესეთი ფაქტები, ალბათ ჩვენც გაგვიგია, რომ ანუ მრავალი წარუმატებელი ინვიტრო განაყოფიერების შემდგომ, თქვათ, დამდგარა ბიოლოგიური, ხო, ორსულობა, ანუ ფიზიოლოგიურად. ეს რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული? ნაწილობრივ ხშირად არსებობს ხოლმე მაგალითად იგივე ანდროლოგიაში, ფსიქოემოციური, ხო? გარკვეული წინაღობები ამის შეიძლება ეს იყოს რაღაც ნაწილობრივ დაკავშირებული აი ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან. პირდაპირ კავშირში არის, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრჯერ აი ესეთი პაციენტები, რომელსაც ჩაუტარეთ სამწუხაროდ ერთხელ ორჯერ იმით, რომ განაყოფიერება ვერ მივიღეთ შედეგი და თავისით მოსვლან ორსულად. ანუ როცა პაციენტი ფიქრობს, რომ აი დამთავრდა, უკვე რაღაც სხვა გამოსავალი აღარ აქვს, აი მოეშვება ფსიქოლოგიურად, შეიძლება მოვიდეს ორსულად. ბევრჯერ ყოფილა მილების ფაქტორით განპირობებული, როდესაც ვეუბნებით, რომ გაკეთებულია ანუ მილების გამოკვლევა, აღმოჩნდა, რომ არის სუსტად გამტარი და მოდი ახლა ჩავიტეროთ ანალიზები ყველაფერი, მოვემზადოთ ინვიტრო განაყოფიერებისთვის და მეორე თვეში მოდიან ორსულად. ესეთი ეხლა სამყავს მიმდინარე ესეთი ორსულები. რა შეიძლება ამის მიზეზი იყოს? აქაც იგივე ფსიქოლოგიური მომენტი არის. თვითონაც ოდესახ ხდება ახლა მილის გამოკვლევა, შესაძლებელი არის იქაც იყოს ისინი თვითონ ერიულოდეს პაციენტი, მოხდეს სტენოზი და რაღაც ნაწილობრივ არასწორი დიაგნოზით დავსვათ ამ შემთხვევაში. აქ არ უნდა იყოს რაღაც საკურსო ნადრევი განლევის სინდრომი და სხვა სერიოზული ან თუნდაც აზოოსპერმია, ამაზე არის საუბარი. პაციენტს, რომელსაც აგრეთვე პოლიკისტოზი აქვს. ხო, როდესაც დიაგნოსტირებაში ჩატარებული არ არის არანაირი ფიზიოლოგიური თქვა პრობლემა. პრობლემა დაუზუსტებელი გენეზი, საკურსის პოლიკისტოზი, პოლიკისტოზის დროს როცა ხდება მათი სტიმულაციის შემდეგ თავისითაც მოდიან ორსულად. ანუ ყველა შემთხვევაში ხანდახან ყოფილა რა უთქვათ, რომ 10 წლის თავზე დარჩა ვიღაცა მეზობელი ან ახლო ნათესავი ორსულად. ესენი იყვნენ, მათ ჰქონდათ პოლიკისტოზი 30 წლის წინ, რომელიც დიაგნოზირებაც არ ხდებოდა და 10 წლის თავზე მოხდა ერთხელ ოვულაცია და შესაბამისად მიიღეს ორსულად. საერთოდ სხვისი кейსის გამოყენება საკუთარი შესაძლებლად მედიცინაში არასწორია და კარგია რომ ამაზე აქცენტი გააკეთეთ ჩვენი მაყურებლისთვის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მესიჯია.
ექიმის ნდობას რამხელა მნიშვნელობა აქვს აი წარმატებული ინვიტროსთვის? მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი თემი ასეთ, იმიტომ რომ ხა თავისუფლად შეეძლო ხო ნათიას მიემართა სხვა კლინიკისთვის და იქაც შეიძლება მე-4 მე-5 წელზე დამდგარიყო ორსულობა. შესაბამისად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ექიმების ცვლაც ხა ესე რომ ვთქვათ, მისმის პაციენტების რასაკვირველია, მაგრამ მისმა პირველ ექიმა უფრო კარგად იცის მისი დიაგნოზი, მისი ანამნეზი, როგორ უნდა მიმართოს, რა უნდა შეცვალოს, რა არ გააკეთა ვთქვათ, ან რისი დამატება შეიძლება. ვიდრე თავიდან დაიწყოს ყველაფრის კეთება. რამდენად რთული არის თვითონ ინვიტრო ორსულობის მართვა და რამდენად თქვა განსხვავებულ მიდგომებს საჭიროებს და მითიც არსებობს რაღაც გარკვეული ესეთი რომ თქვა ინვიტროს მერე აუცილებლად საკეისრო უნდა გაკეთდეს და ამაზეც რომ გითხრათ ორი სიტყვა. ესეც არის რეალურად მითი. თვითონ ორსულობა თუ არის გააჩნია რის გამო არის უნაყოფობა, მასაც მნიშვნელობა გავუნიშნებ მრავალჯერ ეს თუ არის მამაკაცის ფაქტორი, თუ არის მინის ფაქტორი, დაუსრულებელი გენეზი, ორსულობა 12 კვირის შემდეგ იმართება აბსოლუტურად ფიზიოლოგიურად. ანუ ამ ქალბატონს არანაირი დამატებითი პრობლემა არ აქვს, მაგრამ თუ პაციენტი არის 45+, ხო? მას აქვს თავისი სხვა დაავადებები, მაგალითად ჰიპოთიროზი, ჰიპოპოლაქტინემია, შეიძლება აგრეთვე ჰქონდეს საკვერცხის ნაადრევი განლევის სინდრომი, შესაბამისად ჰორმონალური დისბალანსი ან მაღალი არტერიული წნევა. ყველა მათგანს თავისთავად ესაჭიროება განსაკუთრებული ყურადღება და მეთვალყურეობა, რათა მივიღოთ საბოლოოდ კარგი შედეგი. ინვიტრო განაყოფიერების შედეგი არის დროული ნაყოფის, ანუ დროული ახალშობილი. და ძალიან ბევრია ნაადრევი მშობიარობები, ესეც მხოლოდ იქიდან განპირობებული, თუნდაც არის ასე კი, მაღალი არტერიული წნევა, რამაც შეიძლება შემდგომში გამოიწვევს პრეეკლამსია, ეკლამსია. ნინო, შეჯამებისკენ რო წავიდეთ, რა არის წარმატებული ინვიტრო განაყოფიერებისთვის აუცილებელი, ასე ვთქვათ, რამოდენიმე, ასე ვთქვათ, რეკომენდაცია ყველაზე პირველი ალბათ ის არის, რომ ანუ ყველა პაციენტი, ანუ ვინც არ უნდა იყოს, არ არსებობს, რომ ყოველთვის ვეუბნებით არ ინერვიულოთ, მაგრამ ეს ნერვიულობა ალბათ თან ახლავს ყველანაირ პროცედურას. მით უმეტეს, როცა ერთი არ გამოგივიდა, ყველაზე მთავარი ალბათ ექიმის დანიშნულება არის, რომ ფარხმალი არ დააყრევინოს ამ პაციენტს, ანუ უნდა უთხრას, რომ გამოგივა. იცით, სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს და მინდა გითხრათ, რომ აი ჩვენს ყავს ესეთ кейსები, რომელიც აი გჯერა რომ გამოგვივა, აი ეხლა გამოგვივიდა ერთი кейსი, რომელსაც ალბათ არ ვიცი, ალბათ არავის აღარ ეჯერა და მე ვეუბნებოდი რომ არ შეწყვიტო, ოღონდ მართლა მე-6-ე გადატანა და გამოგვივიდა. მნიშვნელოვანია რომ არც ჩვენ დავნებდეთ ჩვენს გვჯეროდეს იმისი რომ გამოგვივა და ერთი შემთხვევა გქონდა კიდე რომელსაც ერთ-ერთმა ექიმმა მითხრა რომ დიპლომს დავხებ თუ ეს პაციენტი ორსულად დარჩებაო და დარჩა ორსულად გააჩინა. დახია დიპლომი. დაინდა. მაგრამ ისე მჯეროდა რომ გამოგვივიდოდა რომ აი რა გითხრათ მართლა და არსებობს რაღაცა რწმენა გაქვს ანუ ფიქრობ ხანდახან მესიზმრებაო ერთ-ერთმა ექიმმა მითხრა რომ აი ეს პაციენტი რომ დაორსულდაო და თქვენ წარმოიდგინეთ რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვისაც აი ამ ორსულობას, აი ამ ბავშვების დაბადებას და რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ არა ნაკლები ბედნიერება მოაქვს ჩვენთვის მათ ორსულობას, მათ შვილებს, ვიდრე მათთვის. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, თითოეული ექიმისთვის გამოჯანმრთელებული პაციენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის ნამდვილად ჩვენი ჯილდო თითოეული პრაქტიკოსი ექიმისთვის. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ ძალიან ბევრ კარგს ვისმენთ თქვენი კლინიკის შესახებ და ძალიან ბევრ კიდე წარმატებულ ინვიტრო თუ ფიზიოლოგიურ ორსულობებს გისურვებთ კლინიკაში. ძალიან დიდი მადლობა. აი ესეთი საინტერესო და ძალიან წარმატებული და ჯანმრთელი ორი ახალშობილი მალე.